მეგობრებო, დავიწყოთ ახლა ჩვენ ხვაბერიძის ალგებრის სახელმძღვანელოდან 2025 წლის გამოშვებიდან B კატეგორიის ამოცანების განხილვა. ახლა ვიხილავთ პირველი თავის B კატეგორიას. აქ 155-დან იწყება ნომრები, მაგრამ A კატეგორიას ანვიხილავთ, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივია და მოდი ჩვენ დროს რომ მოვფრთხილდეთ უპრიანი იქნება, ცოტა უფრო სერიოზულ მაგალითებზე კონცენტრირდეთ და მოდი პირდაპირ 1-57-დან დავიწყოთ. რაც ჩანს აგერ თქვენს ეკრანზე. ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა? ჩვენ ყველა ისეთი ორნიშნული რიცხვი უნდა დავკრიბოთ, რომლის ერთ-ერთი ციფრი არის ორიანი და იყოფა 3-ზე. იდეაში სამ რაღაცაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი რომ ორნიშნა რიცხვი გვინდა, ხო? აი, ორნიშნა რიცხვი გვინდა. მეორე დეტალი ის არის, მეგობრებო, რომ ორიანი უნდა იყოს ერთ-ერთი ციფრი. სად შეიძლება ახლა ორიანი იყოს? ან ათეულების თანრიგზე იქნება ორიანი, ხო, ან აქ იქნება, კითხვის ნიშანი დავსვათ, ან მეგობრებო იქნება ერთეულების თანრიგზე, ხო, აქ იქნება. და მესამე მომენტი, მესამე მომენტი არის, მეგობრებო, რომ 3-ზე უნდა იყოფოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნდა გავხსნათ 3-ზე გაყოფის წესი, ხო? 3-ზე იყოფა ყველა ის რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. ახლა აქ ზოგიერთი, რა თქმა უნდა, იშვიათად ახლა რომ ამოცანა რამდენიმე გზით არ იხსნებოდეს, ჩვენ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გზით შემოვიფარგლებით ხოლმე, განსაკუთრებით სტანდარტულ ამოცანებზე. ჩვენი მიზანი იქნება რიგ შემთხვევებში ერთი კონკრეტული იდეის ადაპტაცია, იდეასთან ადაპტაცია და მისი გაჯდომა ჩვენს გონებაში. ზოგჯერ შეგვიტყვევს ხოლმე ამოცანა და რამდენიმე გზით დავძლევთ მას. არის კლასიკური მსჯელობით, ამოხსნით, რაღაც მეთოდებით, არის სინჯვის ხერხი, არის პასუხებიდან წამოყვევილის ხერხი, თუ ტესტი არის. არის ყველა ვარიანტის განხილვა და აქედან დედუქცია ჩვენ ხორიცხვის მეთოდით გავყვეთ და რაც არ გვაწყობს ისინი გადავყაროთ. რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? შეგვიძლია ჩამოვწეროთ ყველა ორნიშნა რიცხვი, რომელიც ორიანს შეიცავს, მაგრამ არ იქნება შრომატევადი. მოდი ჯერ ვთქვათ ათეულების თანრიგზე წერია ორიანი, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29. და ჩამოვწეროთ ერთეულთა თანრიგებზე, რომ ხდება ორიანები. 12, 22, 32, 42, 52, ზოგჯერ მექანიკური შესწავლისკენ ვარ მიდრეკილი და თქვენს ყურადღებით რომ ვიყოთ, ჩვენ პასუხებს ყოველთვის შევამოწმებთ, რაც არ გამოუჩეს რამე და თქვენ შინაარსობრივი შეცდომა არ გეგონოთ ჩემს მიერ გაპარული რაღაც შეცდომა ყურადღებით გამოწვეული. 62, 72, 82, 92. აქედან შეგვიძლია შევარჩიოთ, ახლა წამოყვეთ და ნახოთ ისეთი ორნიშნა რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. საკმაოდ სწრაფად შემოწმებადია. 2+1 და აქ მოდივით მოხდებით, რომ ყოველი მესამე უნდა შევარჩიოთ 2+6 რო არიან, იყოფა ციფრთა ჯამი 3-ზე, ესე იგი თავად ეს რიცხვიც არ გაიყოფა. და აქაც თუ წამოყვებით, ახლა ვნახავთ და კიდევ თუ უფრო დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საკმარისი იყო მხოლოდ ესენი დაგვეწერა, რადგან რა თქმა უნდა, მეგობრებო,
შებრუნებული რიცხვებიც 2-3-ჯერადი იქნებოდა. მაგრამ ზოგჯერ მსგავსი რაღაც არ ამართლებს, ახლა მაგალითად აქ ორიანი რომ არ ყოფილიყო, ზოგადად ყოფილიყო ორნიშნა 0-9 არ არის, მაგრამ 90 არის, ამიტომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში საკმარისი იყო ჩვენ დაგვეწერა ისეთი ორნიშნები, რომელთ ათეულების თარიღზე არის ორიანი და მე უბრალოდ შეგვეპყრებია აღნიშნული რიცხვი. კარგი, ამგით ახლა ეს 6 ონიშნული რიცხვი აკმაყოფილებს სამივე პირობას, ორნიშნა არიან, ერთ-ერთ ციფრად ორიანი გვხვდება და 3-ზე იყოფა თითოეული მათგანი. ჩვენ გვჭირდება მათი ჯამი. თუ დავკრებთ ახლა ამ რიცხვებს, მარტივად შეგიძლია დავკროთ ამათი ჯამი 33-ია, ამათი ჯამი 66-ია, შეგვეშალოს, ამათი ჯამი 99-ია, ახლა ისინი უნდა დავკრიბოთ, 99-99, 9-1. და პასუხი არის E. კარგი, თუ შეგვიძლია პატარა პაუზა გავაკეთოთ, დავფიქრდეთ, ნახოთ რა არის და მე გავაგრძელოთ მუშაობა. დავიდეთ 42-ზე. ჩანს აქ 42. კარგი ბატონო. აბა რას გთხოვს ახლა 42. ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი არის 6. ზოგადად მე მიყვარს ხოლმე რაც არ უნდა მცირე პირობა იყოს, თან წავაკითხო და თან პატარა ჩანიშვნა გავაკეთო, ძალიან მიხმარება ამოცანის მეტნაკლებად სწრაფად გააზრებაში. ვთქვათ, ეს ორი რიცხვი არის A და B და მათი უდიდესი საერთო გამყოფის ჩაწერა შეგვიძლია ასე უსუგო A-ი და B-ი არის 6-იანი. უმცირესი საერთო ჯერადი უსუჯო A-ი და B-ი არის 36. მოდი შეარჩიოს ეკრანზე კარგად. გავავაჩინოთ. იპოვეთ მეორე რიცხვი, თუ ერთ-ერთი მათგანი არის 18. ანუ ვიცით რომ თქვა და არის 18 და გვეკითხებიან B-ს. კარგი. ახლა ზოგჯერ ისეთი კარგი მეთოდი ფორმულა დამოკიდებულება არსებობს ამოცანაში აღწერილ კატეგორიებს შორის, რომ ძალიანაც რომ გინდოდეს შენი პირადი ლოგიკით ჩახვიდეს სიღრმეში ამ მეთოდზე უარი თქვა და შენ თვითონ ჩამოაყალიბო ლოგიკა, არ ვაკეთებთ ხოლმე და ვიყენებთ აღნიშნულ მეთოდებს. ახლა უსუგოს და უსუჯოს შორის არის ერთი ძალიან მაგარი დამოკიდებულება, რომელიც თეორიულ ნაწილში იქნება დასაბუთებული, ახლა გარჩევის დროს არ მოყვებით, თან იმდენად ტიპური მომენტია ეს, მგონია რომ სეპირად უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს თუ კონკრეტული ტიპის გამოცდისთვის ვზადებით, მით უმეტეს თუ გადაწყვეტილებების სწრაფად ამ გამოცდაზე მისაღები. და დამოკიდებულება ახლა ეს, სხვადასხვანაირად შეიძლება შეგხვდეთ მეგობრებო, მაგრამ ასეთ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ნებისმიერი ორი ნატურალური რიცხვისთვის სამართლიანია შემდეგი დამოკიდებულება. ამ ორი რიცხვის უსუგოს და უსუჯოს ნამრავლი და ამ რიცხვების ნამრავლის ტოლი. საკმაოდ მარტივად დასაბუთებადი მომენტია, თავად განმარტებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც სინჯვის მეთოდით მოსინჯოთ და მე რაღაც ზოგადი
გამზომიერება ჩამოაყალიბოთ, ამას აღარ შეყვეთ სიღრმეში, უნდა ვიცოდეთ. წიგნებში შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს აღწერილი, მაგალითად უფრო ხშირად ასეც ხდება, ორი რიცხვის ნამრავლი, რომ გავყოთ მათ საერთო გამყოფზე, სურგულზე, სხვათა შორის ძალიან ლოგიკურად ასე უკეთესად ჩანს ხოლმე, მივიღებთ ამ ორი რიცხვის უსუჯუს. რომ გაიხსენოთ ახლა მაგალითად, ავიღოთ ჩვენ მეგობრებო 36 და 48 და ვეძებთ უსუჯუს ამ ორი რიცხვის, ხო? გვინდა უდიდესი უმცირეს საერთო ჯერადი. როგორ ვიქცევით, ხო, ვშლით მარტივ მომრავლებად. 36-ს გავყოფთ, 18 ორიანზე, მოვძებნით უმცირეს მარტივ რიცხვს, რომელზეც იყოფა მოცემული რიცხვი, გაყოფის შედეგში კიდე მოვძებნით თუ იყოფა და ამ პროცესს აგრძელებს, სანამ გაიყოფა, მერე თუ აღარ იყოფა, მაგალითად 9 აღარ იყოფა, გადავდივართ მომდევნო მარტივ რიცხვზე და იქაც ამ პროცესს ვიმეორებთ, სანამ მარცხენა მხარეს არ მივიღებთ ერთიანს და ანალოგიურად ვიქცევით რამდენი რიცხვიც არ უნდა იყოს მოცემული, ხო? და როგორ ვიქცევით? ერთ-ერთიდან ავიღებთ ყველაფერს, ხო, უსუჯუს მომისთვის. და მეორედან ვიღებთ განსხვავებულებს. განსხვავებულებს რა ორი-ორიანი თუ გვაქვს, ორი-ორიანი აღარ გვინდა და თუ ასეთ მეტი ორიანები ავიღებთ მას, ხო? სამიანი, ორი სამიანი გვაქვს, ამის ერთი სამიანი არ გვინდა. რომელი გამყოფიც ჭარბი რაოდენობით არის, იმ სიჭარბეს აიღებთ მეორე რიცხვიდან. მესამე რიცხვის ყოფილიყო და სამი რიცხვის უსუჯო რომ ქონოდა, უკვე ამ ორში რაც გვხვდებოდა, იმათთან შედარებით ჭარბი რაც იქნებოდა მესამე გამყოფიდან, მესამე რიცხვიდან, იმ გამყოფებს ავიღებთ. და იდეაში ეგ იგივე რას ნიშნავს, მეგობრებო? თქვენ ფაქტობრივად რისი გამოცალკავება მოგიწიათ, ეს 2, 2, 3 რა გამოდის. ეს არ გამოდის უდიდესი საერთო გამყოფი? კი. ფაქტობრივად თქვენ უსუჯო როგორ იპოვეთ? რა არის? ეს არის 2-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ 3 გამრავლებული 2-ჯერ 2-ზე. ეგ რა არის ფაქტობრივად? ეგ როგორ მიიღება? ეგ მიიღება უნდა ადგეთ 36, 2-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ 3, უნდა გაამრავლო 48-ზე, 2-ჯერ 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 3-ზე და რა უნდა ქნა? უნდა გაყო მათ უდიდეს საერთო გამყოფზე, რაც წავშალეთ, ხო? ორიანზე, ორიანზე და სამიანზე, ხო? და რა დარჩება 2-2, 3-ას გამყოფასე რომ შეგვეც, რჩება ზუსტად უსუჯო. ძალიან მარტივად დასაბუთებადია, ზოგადი სახითაც შეგვიძლია ეს დავასაბუთოთ, პირობითად, მაგრამ სხვა დროს ვეცდები ასე აღარ წავყვე ის, რაც თეორიაში, თეორიულ ნაწილში იქნება განხილული, მაგალითებში პირდაპირ გამოვიყენებთ ფაქტად. და მოდი დავწეროთ ახლა პრინციპში ამ ფორმულის ელემენტარული იმპლემენტაცია. ვერგავთ აქ, აბა ჩავსვათ, ესე იგი 6-ჯერ 36 უდრის 18-ჯერ b-ს. რა თქმა უნდა, აქედა b ტოლი იქნება, მეგობრებო. შეიკვეცება 16 და 18 ტოლობის ჯერ ტოლობები, განტოლებები არ გვისწავლია, მაგრამ იმედია გვახსოვს, რომ ტოლობის ორივე მხარეცსა და იმავე რიცხვს თუ გავყოფთ, ამის უფლება გვაქვს. ტოლობა არ დაირღვევა, იგივ ტოლობას მივიღებთ. 12-ის ტოლია b. გადავამოწმოთ პასუხი, აბა რამდენად სწორად მივიღეთ, აბერიძეს გვეთანხმება, რომ ასე უნდა იყოს. ხანდახან იქნება ალბათ განსხვავებები, ვეცდები ჩვენი გამოისობით არ იყოს, ამ ხელაწინს როცა აკეთებ, რა თქმა უნდა, ხარვეზები მუდმივი თავდები მომენტია, რომ ვისაც ვერ გავაკრიტიკებთ განსაკუთრებით ამისთვის.
კარგი. მაგათ დავფიქრეთ, პატარა პაუზა და გადავიდეთ მომდევნო ამოცანაზე. ისევ დავწავშავოთ და შევტიოთ ახლა 59 ამოცანას. აი ახლა რას მინდა ზოგადად ყურადღება მივაქციოთ. ის არის 59. ახლა თვითონ წელი აუკვირდები ახლა ამ მომენტს, რომ საერთოდ ალბათ გამონაკლისი იქნება ამ დაკვირვებაში. პრობლემას არ აქვს მნიშვნელობა, კარგად მომზადებულია მოსწავლე, ნაკლებად იმუშავა, დაუთმო დრო. აი, უფრო არასტანდარტული სიტუაციები გვიქმნის პრობლემას, თან ფორს მაჟორებში, ისეთ სიტუაციაში, როდესაც სწრაფად არის გადაწყვეტილება ამისა. ხო? გარკვეულ არასტანდარტულ ამოცანასაც წარმოადგენს. ეგ არაფერი განსაკუთრებული არასტანდარტულობა აქ არ არის, მაგრამ მაინც უფრო ტიპური სხვა არაერთი ამოცანები არსებობს რა. აი დააკვირდებით ახლა თქვენ აქ დაახლოებით 100-მდე მაგალითს ნომერს განვიხილავთ და ერთგვარი გამოიკვეთება რა ტენდენცია, ვთქვათ კონკრეტულად ეს ავტორი რას ანიჭებს მნიშვნელობას აი ამ თემაზე საუბრისას. აბა მოდით ახლა განვიხილოთ ეს კონკრეტული ამოცანა. დავაკვირდეთ რა უნდა და რას გვეუბნება. ნატურალური რიცხვია. აუცილებლად რა ასეთ დეტალებს დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, უძრეს საერთო ჯერადი უდეს საერთო გამყოფი ნატურალურებთან გამოიყენება, სხვა რიცხვებთან მიმართებით ამ კატეგორიებს ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ მაინც დავაკვირდეთ რა არ გამოჩეს. ესე იგი რა ხდება? უმცირესი საერთო ჯერადი 30-ის და k-ი არის 90 და უდიდესი საერთო ჯერადი 30-ისა და k+1-ის არის 30. უნდა ვიპოვოთ უმცირესი საერთო ჯერადი 30-ის და k+2-ის. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, k უნდა ვიპოვოთ. თუ k გადაჭრით, ვიპოვეთ თუ ინფორმაცია და ინფორმაცია ორი გვაქვს, პირველი, ესე თქვათ, პირობა, მეორე პირობა. თუ იგორი პირობა საკმარისია k-ს ცალსახად საპოვნად, მას ნიშნავს ცალსახად საპოვნა, ამ პირობებით ჩვენ ზუსტად გვეცოდინება ერთი კონკრეტული რიცხვი, რომელიც აქვს მოგებული k-ს. ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ შეუძლებელია მოცემული პირობით მსგავსი ერთი კონკრეტული რიცხვი გამოვკვეთოთ, 2, 3 ან მეტი რიცხვი შეიძლება ასრულებდეს ცვლადის მაგივრად ჩავსვათ და რა თქმა უნდა, ამოცანის სრულყოფილად ამოხსნისთვის ყველა ეს შემთხვევაა განსახილველი. უნდა ნახოთ აბა. უსუჯოს განმარტებიდან გამომდინარე, რა ხდება აი 30-ის და k შემთხვევაში 30 უნდა დავშალოთ მარტივ ამრავლებად, ხო? 2, 3, 5, 1, 10 უნდა დავშალოთ მარტივ ამრავლებად, რა თქმა უნდა, ახლა k-ს აკვირდა და არ ვიცით რა არის, ხო? და ასე რაღაცები იქნებოდა კითხვის ნიშანი პირობითად. და აღმოჩნდა, რომ უსუჯოს როგორ პოულობთ, პირველიდან უნდა ვიყოთ ყველაფერი, მეორედან განსხვავებულები, პირობითად ვიღებ, რა თქმა უნდა, ხო არ ვიცი რამდენი განსხვავებული გამყოფი იქნებოდა k-ს 30-ის გამყოფებისგან. და რა იქნებოდა, ესე იგი ეს უსუჯო 90 ხოლო იქნებოდა 2-ჯერ, 3-ჯერ 5-ის, ანუ ყველაფერი უნდა აგვეღო პირველიდან და მეორედან განსხვავებული, ხო, არ ვიცი რამდენი განსხვავებულიც ექნება. რა გამოდის ოქროები, ანუ აქ ხავთ ჩვენ რომ ესე იგი 30-ჯერ რაღაცა არის, ხო, 90. აშკარად ეს რაღაცა უნდა იყოს 3-იანი. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ
ას ერთადერთი განსხვავებული გამყოფი უნდა ჰქონდეს ჭარბი გამყოფი, ანუ რაც აქვს 30-ს, იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს სამიანი. ერთადერთი 3-ით მეტი უნდა იყოს რა. თვითორიცხვიან გამყოფი, ანუ სამიანი უნდა ჰქონდეს ჭარბი. ანუ გამოდის, რადგან ამას 1/3 აქვს, ამას უნდა ჰქონდეს 1-ით მეტი სამიანი. წინამდელ შემთხვევაში 90-ს ვერ მივიღებდით, ხო აქედან უნდა აგვიღო ყველაფერი და აქედან რომ აიღებდი განსხვავებული უნდა აღმოჩენილიყო სამიანი. რა შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად შეიძლება ყოფილიყო აქ მაგალითად ორიანი და 1/3 სამიანი 3, ანუ ეს რიცხვი ყოფილიყო 18. ან ეს რიცხვი ყოფილიყო 9, ან ეს რიცხვი ყოფილიყო 45. ნუ ყველა ამ შემთხვევაში 30-ის და კას საერთო ჯერადი იქნებოდა 90. ანუ რისი თქმა მინდა კიდევ ერთხელ გამეორდები, არ ვიცი რამდენად მარტივად მოახერხი ახლა აზრის ფორმულირება. საერთო ჯერადის ოვნის იდეა რა არის? ორი რიცხვი საერთო ჯერადი თუ გინდა. ერთი უნდა დაშალო, იდეა რა, ტექნიკა ასე ვთქვათ. ერთი ხო უნდა დაშალო მარტივმომრავლებლად და მეორეც რომ დაშლი, ერთიდან აიღებ ყველას, ხოლო მეორედან იღებ ანუ იმ გამყოფებს, რომელიც ჭარბად აქვს მეორე რიცხვს პირველთან შედარებით. და რადგანაც ნავრალში უნდა მივიღო 90 და პირველი რიცხვი სულად უნდა აგიღო 30, გამოდის რომ ეს დანარჩენი ნაწილი რა უნდა ყოფილიყო მეგობრებო? რა უნდა ყოფილიყო? ეს დანარჩენი ნაწილი უნდა ყოფილიყო ოქროების სამიანი. ესე იგი 1/3 სამიანი ჭარბ გამყოფად უნდა ჰქონოდა კას. ანუ გამოდის რომ რადგანაც 1 სამიანი თვითონ 30-საც აქვს და 1 სამიანი ჭარბად უნდა ჰქონოდა კას, აუცილებლად უნდა იყოფოდეს, აი ეს პირველი პირობიდან რა გამოდის, კ უნდა იყოფოდეს 9-ზე. ოქროები, მეგობრებო, იმედია გვახსოვს, რომ 3 წერტილი ნიშნავს ამბის ყოველას, რომ კ იყოფა, რა რიცხვსაც და 3 წერტილი ნიშნავს, რომ გაყავი კი არის, იყოფა, უბრალოდ ამბავს ყვები. კარგი. მე ერთი მნიშვნელოვანი რამ დავადგინეთ და ცხრილის ჯერადი რიცხვები გვაწყობს, რა თქმა უნდა, ყველა ბევრი არა, მაგრამ ხო იგივე 9, 18, 27 არის ვარგებ და რატო არ ვარგებ და 27 კიდევ ერთ ცალსამიანზე იყოფა ჭარბად და ჩვენ გვინდა ზუსტად ორ ცალსამიანზე უნდა გაიყოს. 90 მეცამიანზე არ იყოფა 45 ვარგებ და აღარ შეყვეთ ახალს. ისა მეორე პირობიდანაც მოდი დავასხმოთ რაღაცა. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ უსუჯო 30-ის და k+1-ის, აი ესე 30-ის და k+1-ის არის 30, ხო? ანუ 30-ს რომ დავშლიდით მარტივმომრავლებად და a+1-საც რომ დავშლიდით მარტივმომრავლებად, ხო? რა გამოდის? ავიღებთ აქედან ყველაფერს, ესე 30 უნდა ყოფილიყო 2-ჯერ, 3-ჯერ, 5 და აქედან რას ავიღებდით? არც არაფერს. იმიტომ რომ უკვე 30 არის. ანუ რა გამოდის? აქედან თუ არაფერს არ იღებ, გამოდის რომ k+1-ს ჭარბი გამყოფი 30-თან არ გააჩნია. არც ორიანი აქვს მას ჭარბად, არც სამიანი, არც ხუთიანი და მით უმეტეს სხვა მარტივი რიცხვი. ოჰო, ანუ ეგ იმაზე მიგვითითებს, რომ k+1 ზუსტად იგივე რაოდენობით, იგივე გამყოფებზე იყოფა, რაც იგივე რაოდენობით არა, ნაკლები ან ტოლი რაოდენობით. ანუ ერთ ორიანზე გაიყოფა და მეცალზე არა. შეიძლება სამიანზე არ იყოფოდეს k+1. თუ იყოფა სამიანზე, მაშინ ერთ ცალსამიანზე გაიყოფა მეცი არა. თუ იყოფა ხუთიანზე, შეიძლება არც იყოფოდეს k+1, ხუთზე მაგალითად k+1 ყოფილიყო 6-იანი. 30-ის და 6-ის საერთო ჯერადი რა არის? 30 თვითონ, ხო? ანუ ან ნაკლები ექნებოდა 30-ზე გამყოფები, ან ტოლი.
კარგად არაფერი არ იქნებოდა K პლუს 1. ანუ გამოდის, რომ K პლუს 1 სიგma გამყოფები გააჩნია, რაც 30-ის ერთ-ერთი გამყოფი უნდა იყოს. ესე იგი, მოდი ასე ვთქვათ, 30 უნდა იყოფოდეს K პლუს 1-ზე. აბა დაფიქრდით ახლა. ეგ ორი პირობა, ერთი ეს პირობა და სამეცნიერო რომ ჩავდეს და მეორე ეს პირობა თუ არის საკმარისი, მეგობრებო, რომ გავიპოვოთ. ერთი K უნდა იყოს ფრის ჯერადი, ანუ 9-ზე უნდა იყოფოდეს და მეორე K პლუს 1 უნდა ყოფდეს 30-ს. ხო, 30-ს რა ყოფს ახლა? ხო, აი K პლუს 1 იდეაში რა შეიძლება იყოს ჩვენ განტოტვის წესი ვიცით, 30-ის გამყოფების გამოსაკვეთი ასე წერთ ყველაზე პატარა გამყოფს და მასე გაყოფის შედეგად რაც მიიღება, იმაზეც ხო გაიყოფა. 30 2-ზე იყოფა, 15 3-ზე იყოფა, 10 4-ზე აღარ იყოფა, 5-ზე იყოფა, 6 და მომდევნო 6-ია, მაგრამ 6-იანი უკვე გვიწერია ქვემოთ და ამიტომ აღარ გამოვერდებით ფაქტობრივად ყველა გამყოფი უკვე დავწერთ. 8 წელი გამყოფი აქვს და K პლუს 1 შეიძლება იყოს ნებისმიერი მათგანი, ხო? ერთიანი ვერ იქნება K პლუს 1, იმიტომ რომ K ნულია, გამოდის და 0 ნატურალური რიცხვი არ არის. რომ შეგვიძლია ახლა გამორიცხვის მეთოდით გავყვეთ ასე. მაგრამ ისე უნდა შევარჩიოთ K პლუს 1, რომ K იყოს 9-ჯერადი, ანუ 9-ზე ნაკლები ვერ იქნება K პლუს 1, ანუ K პლუს 1 ვერ იქნებოდა ერთიანი, 2-იანი, 3-იანი, 5-იანი, 6-იანი. კარგი. და იმიტომ რომ K თუ 9 არის, K პლუს 1 მასე მეტი უნდა იყოს. და ახლა K პლუს 1 იქნება 15. მაშინ K პლუს 1 თუ 15-ია, აქედან K ხო გამოდის 14. და K უნდა იყოს 9-ჯერადი. რომ ეგეც ვერ იქნება. ანალოგიურად K პლუს 1 თუ 30-ია, K ხო 29 გამოდის და K უნდა იყოს 9-ჯერადი. ანუ რისი თქვა მინდა? ჩვენ გვქონდა ორი პირობა დაგვიჯდა, ხო? აი ამ ამოცანიდან. ერთი რომ K უნდა გაყოფილიყო 9-ზე, მეორე 30 უნდა გაყოფილიყო K პლუს 1-ზე. და ეგ რა დროს მიიღწევა? K უნდა იყოს 9-ჯერადი, 9-ჯერადებია თვითონ 9 18 27 ხო 9-ჯერადი 16 25 ასე შემდეგ, მაგრამ A პლუს 1 უნდა ყოფილიყო 30-ის გამყოფი. ანუ 30 უნდა გაყოფილიყო K პლუს 1-ზე, ესე K პლუს 1 უნდა ყოფილიყო 30-ზე პატარა და ანუ 30 K პლუს 1-ზე უნდა გაყოფილიყო და აი K თუ 18-ია, 18 პლუს 1 19-ია და 30 19-ზე არ იყოფა. ანუ K 18 ვერ იქნებოდა, 27-იც ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ K თუ 27-ია, K პლუს 1 28-ზე 30 არ იყოფა. და მით უმეტეს ესენი ვეღარ იქნებოდა, იმიტომ 30 K პლუს 1-ზე რომ გაყოფილიყო, მასე დიდი რიცხვი გამოდიოდა K პლუს 1. ანუ რა უნდა იყოს K? K უნდა იყოს 9. აი, ფაქტობრივად ორი პატარა განსხვავებული, როგორც ერთი და იგივე X-ა ორნაირად გავაგზავნეთ, ერთი ეს, მეორე ეს. როცა მთავარ პირობად ეს ავიღეთ, ამ შემთხვევაში და ამით გავფილტრეთ, აი 30-დან და 30-ის გამყოფები ჩავწერეთ და K 9-ჯერადი უნდა ყოფილიყო, მერე გავფილტრეთ K პლუს 1 რა შეიძლება ყოფილიყო. აი K პლუს 1 გამოდის 10, თუ 10 არის K პლუს 1 თავისთავად K არის 9, აქ მეორენაირად რო წამოყვებით K მივიღეთ 9. ანუ იდეაში ეს ორი პირობა საკამარისი აღმოჩნდა ას კონკრეტული მნიშვნელობის საპონდელად. რა გამოვიდა, მეგობრებო? გამოვიდა, რომ არის 9. რა თქმა უნდა, გამოსთაზე ამდენი დრო არ გვექნებათ, მეგობრებო. რაღაცას ინტუიციურადაც მივხვდებით, მაგრამ აი თქვენ თუ ამ მსჯელობას კიდევ ერთხელ ხელახლა თქვენ თავში გაატარებთ. გაისიგძეგანებთ
მიზანშედეგობრივ კავშირებს, რაზე ჩვენ აქ საუბარი გქონდა, დავკავშირებთ. ამ შემთხვევაში უსუჯუზე იყო აქცენტი გაკეთებული უსუჯუს თეორიულ კონცეფტს, რას წარმოადგენს, რას ნიშნავს, როგორ იპოვება. რომ სწორად ორიენტირებული ინტუიცია გექნებათ და სწრაფი რეაგირება სწორი შედეგის უნდანი იქნება თქვენი. ასე კითხვაზე არ გვიპასუხია. ჩვენ უნდა გვეპასუხა უსუჯუ 30-ის და K+2-ის რისი ტოლია. ანუ ფაქტობრივად K9 არის, ჩვენ ვეძებთ ახლა უსუჯუს 30-ის და 9+2-11-ის. ეგ როგორ მოხდება? 30-ს დავშლით მარტივამრავლებად, 2, 15, 5, 1, 11-საც დავშლით მარტივამრავლებად, ეს არ იშლება მეტნაირად. პირველიდან აიღებ ყველაფერს, 2, 3, 5, მეორიდან კი 11-ს და გამოდის 320. თუ საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ არ მინდოდა შალად მხოლოდ ამ მაგალითზე გვისაუბრა და მოგონია, რომ წინაპირობა საკმაოდ ცვლად ჩამოვაყალიბეთ. აქაც პატარა პაუზა გავაკეთოთ, დავუკვირდით, დაფიქრდით, გადაახვიეთ ჩანაწერი. საკმაოდ კარგი არასტანდარტული ამოცანაა. მგონია, რომ ასეთ დროს სხვა ამოცანებზე არ დაგვჭირდება უდენ დროის დათმობა. გავაგრძელოთ ახლა საუბარი. გამოსკოლოთ, ახლა გავატრიალოთ. და 50-ე ამოცანა. 50-ე ამოცანაში 4 მაგალითია, არ გვინდა რა ყველა ესენი ბევრი დროის მგონია, რომ ფლანგვა იქნება უკვე. ძალიან ნორმალური გამოდის, აი მესამეც. ახლა გეგონოთ რომ მე-4 არის ესეთი რთულია. მესამე, აი პრინციპში ხო, მესამე კი ბეთონი. ისე არის. და აი იყოს მე-4 გავაკეთოთ. მოდი დავაკვირდეთ, აბა რა ხდება ახლა აქ. უცემულია ნამრავლი 4-ის მე-5 ხარისხი გამრავლებული 25-ის მე-6 ხარისხი და გვეკითხება რამდენი ნულით ბოლომდე. მე ვიკითხავ ესეც არასტანდარტული ამოცანა. ბოდიში გვეკითხება რამდენი ციფრია საჭირო. აი რამდენი ციფრი იქნება ამ რიცხვის დასაწერად საჭირო. საკმაოდ მარტივია, მაგრამ მაინც ისეთი სტანდარტული არა. ხო, ეს გულისხმობს სტანდარტული რო არა, იმიტომ რომ როცა მუშაობთ, ეს ახლა მასწავლებლის გეუბნებაზეც არის დამოკიდებული, იმ გამოცდაზეც არის დამოკიდებული, თუ გამოცდისთვის მუშაობთ თქვენ, თუ ზოგადად მათემატიკის სწავლა გინდათ და მიტოუსმენთ თუნდაც ამ ვიდეოს და კონკრეტულ კურსს გადიხარ, აი კიდე სხვა თემა, მაგრამ მაინც არის რაღაც ისეთი მოცემული სისტემისთვის, საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი ტიპური მაგალითები. შეიძლება საკმაოდ რთული იყოს ისინი და საკმაოდ მარტივი ამოცანა, რომელზეც არ ხდება საკმაოდ ხშირად თქვენი ყურადღების კონცენტრირება, იქცეს არატიპიურად რაღაც ისეთ ატიპურად. არასტანდარტული. ну, რამდენი ციფრია საჭირო? ახლა ოლიმპიადაზე თუ გასულხართ ყოფილა ეგ შემთხვევები, მახსოვს ახლა ალბათ უფრო დავალ კლასებში შეიძლება მოგივიდეთ რაღაცა 2025 ხარისხი, რამდენი ნიშნა რიცხვია, ამ მიახლოებითი შეფასება მოგთხოვნა, ამის ალბათ რა ვიცი, თუ არ ვწდები ზუსტად ამას, ხოიც დავთვლით. მიახლოებითი შეფასების გზები არსებობს, საკმაოდ მარტივი, ნორმალური. ესეთი, მაგრამ ახლა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ოლიმპიადაზე არ ვართ, ჩვენ საშუალო სკოლის სტანდარტულ კურსს გავდივართ და მოგვივა ესეთი ამოცანა, რომელიც დაძლევადია ამ განსაკუთრებული ესეთი ცოდნის და მეთოდების გარეშე. ყველაზე მარტივი რა არის
რისი პოვნა არის, როდესაც ციფრების რაოდენობის დათვლას გთხოვენ. აი, ინტუიციურად უნდა იგრძნო ეს უნდა. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი არის დათვალო რამდენი ნულით ბოლოვდება. ყველაზე მარტივი ეგ არის. აი, როდესაც თქვენ მოგდით გამრავლება, სიტყვაზე ვთქვათ, აი, თქვათ 24 უნდა გაამრავლო 20-ზე, ნუ რასაკეთებთ ახლა ამ ნულიანს არ აქცევთ ყურადღებას, 24-ს ამრავლებთ 2-ზე, არის 48 და მე უწევთ ნულიანს. აი, დაახლოებით ეს პროცესია, ხო? ანდა კიდე უფრო, ვთქვათ, უფრო მაღალი დონის მაგალითს თუ ავიღებთ, იგივე 24 გამრავლებული 25-ზე, შეიძლება ახლა უცებ გონებაში 24 წარმოადგინო 6-ჯერ 4-ად, 20-ი 25-თან ამრავში რომ 40-ს გაძლევს უკვე 100 და 600-ს დაწერთ და მივწერთ 40-ს, ხო? თუ კიდე ზეპირად სწრაფი ანგარიში გააკეთოთ, ამას და ამაზე უკეთეს რაღაც ისეთ მანევრებს, აკორცილებთ. რაც ალბათ უკეთესი იყო, ჯერ დაფიქრებულიყავით, რამდენი ნულით ბოლოვდება. ნულით დაბოლოებას რა იწვევს? ნულით დაბოლოებას იწვევს აი მოცემული რიცხვები რამდენ წყვილს შეიცავენ 2 და 5-იანის ნავრავს. რამდენ წყვილად შეიცავენ 200-ს და 500-ს გამყოფებით. ანუ იდეაში ჩვენ მოცემული რიცხვები უნდა დაგვემართლა, დაგვეშალა 2-ის და 5-ის მიმართ. ახლა 4-იანი თავიდან ბოლომდე 2-იანების ნავრავს წარმოადგენს და 25-იც, ხო? ამიტომ ამის საშუალება აქ გვექნება. მაგრამ აი 4-იანი რომ არ ყოფილიყო და სიტყვაზე ვთქვათ, ყოფილიყო 18, ან ყოფილიყო სიტყვაზე ვთქვათ 6, რომელიც 2-ის გარდა სხვა გამყოფ შეიცავდა, დავშლიდით გამყოფებად, 2-იანებს ცალკე გამოვიტანდით, დავაწყვილებდით სხვა რიცხვებიდან ცალკე გამოტანილ 5-იანებთან და ამით მეგობრებო, გავარკვევდით რამდენი ნულით ბოლოვდებოდა. და ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით? ნუ 2-იანი, 4-იანი არის 2-ის კვადრატი, ანუ ეგ იგივე არის 2-ის კვადრატი მეხუთე ხარისხში. გამრავლები. მოდი 25 წარმოვადგინოთ 5-ის კვადრატად. მაშინ ეს იქნება 5-ის კვადრატის 6 ხარისხი. ნუ ჯერ ჩვენ არ გვიწევს ხარისხის თვისებების გავლა, ჯერჯერობით არ გვაქვს გავლილი, მაგრამ პრინციპში არ დაემტყუნება ავტორს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ შემაჯამებელ ლიტერატურასთან გვაქვს საქმე, აქ რიგ შემთხვევებში საკმაოდ ხშირადაც წლის წრებით გვიწევს მეგობრებო სხვა დეტალის ახსნა და გარჩევა, გამოყენება უბრალოდ ახსნამდე გამოყენება რა. აი იგივე ახლა ჩვენ სანამ განტოლებას, წრფივ განტოლებას, წრფივ ფუნქციას ავხსნით, იდეაში წრფივ განტოლების დასაღებია ხოლმე. მანამდეაც დაგჭირდება x-ების განტოლებების გამოყენება, მათი ძირითადი პრინციპების და კონცეფციების, ამიტომ ხარისხის თვისებების გამოყენებაც მოგვიწევს ახლა. გასწავლოთ. ვამოწმებდი, რამდენად ქონდა ყვაბერიძეს ამ თავში გათვალისწინებული ხარისხის თვისება და თვალწინები პირველ თავში არ აქვს. ვერ შეგვთება. მე წესრებით გვიწევს რაღაცების, მე გაგახსენებთ ახლა თქვენ ხარისხიანი სახარისხების დროს როგორ ვიქცევით. ფუძე გადადის უშველად, ეს 2-იანი არის, ქვედა 2-იანი ფუძე და ხარისხის მაჩვენებლები ერთმანეთზე მრავლდება. ეს არის 10. აქაც ფუძე 5-იანი გადადის უშველად, ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება 12. ფაქტობრივად რა გვაქვს? 10-იც არის 2-იანი, 12-იც არის 5-იანი. როგორ უნდა მოვიქცეთ მეგობრებო? მე ხო გითხარით, უნდა გამოკვეთოთ რამდენი წყვილი გვაქვს 2-იანების და 5-იანების. ნუ ფაქტობრივად ჩვენ აქ გვაქვს 10 წყვილი, ხო? ეს 5-ის მე-12 ხარისხი რა არის, იგივე 5-ის მე-10 ხარისხი გამრავლებული 5-ის კვადრატზე. ეგ ასე გამოდის 2-ის მე-10 ხარისხი, 5-ის მე-10 ხარისხი და 5-ის კვადრატი. ეგ რა არის იგივე, აქაც ხარისხის თვისებებიდან გამომდინარე,
ეს იგივეა, რაც 2-ჯერ 5-ის 1/10 ხარისხი, 10 ცალი ორიანი დაუწყუდა 10 ცალ 5-იანს და ეს იქნება 2-ჯერ 5 10-ჯერ. გამოდის, რომ ეს არის 10-ის 1/10 ხარისხი, ეგ არის 25-ია, ხო? 5-ის კვადრატი 25 და 10 ცალი ნულიანი, ხო? 5 ცალი 3, 4, 5. რამდენი ნიშნა გამოვიდა რიცხვი? გამოდის 12 ნიშნა. კი ბატონო, კლასიფიკატო მომწონს სწორი გვაქვს. აბა, გადაგიხოთ ახლა, ცოტა ვცლად ვისაუბრე. აქ მოგვიწია არის თვისების გახსენება, მაგრამ განსაკუთრებულ სირთულე არაფერი. იმედია, სწორი რეაქცია გექნება აღნიშნულ მაგალითზე. აბა, მოდი ვნახოთ ახლა 51 რას გვეუბნება. 51 გვეუბნება, პრინციპში შეგვიძლია ეს არც წავწეროთ, აი აქ პირდაპირ ვისაუბროთ 71-დან 79-ის ჩათვლით რიცხვების ნამრავლი რა ციფრით მთავრდება და აქაც ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია უნდა მოვიშველიოთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯამზე, სხვაობაზე, სხვაობა და ნამრავლზე, ანუ გაყოფაზე არა მეგობრებო, ნამრავლზე. ჩვენ შეგვიძლია გამოსახულების ბოლო ციფრი, მაგალითად 317, გვინდა გავუმრავლოთ 299-ზე. აი ამ გამოსახულების ბოლო ციფრი დავთვალოთ უბრალოდ მოცემული რიცხვების ბოლო ციფრებზე მოქმედებით. თუ ქვეშ ვწერით მოქმედებას გაიხსენებთ მეგობრებო, შეკრების, გამოკლების და გამრავლების დროს პირველ რიგში რა ითვლება, რაც მე აღარ იცვლება. ბოლო რიცხვი, ხო? აი 9-ჯერ 7-ს დათვლით, ეგ არის 3-ს ნუ იმახსოვრებთ, მე აქ 8-ჯერ 7 და ეგ აქეთ დაიწერება, 4-ჯერ 7 და ასე და 3 არის რჩება ხელუხლებელი ჩამოდის პირდაპირ და ნუ დანარჩენები უკვე დაჯამების შედეგად ხდება, შეკრების დროსაც მსგავსად ვიქცევით, გამოკლების დროსაც ბოლო ციფრი პირველად იანგარიშება, ანუ ბოლო ციფრზე გავლენას ახდენენ, ხოლო მოცემულ გამოსახულებაში აღწერილი რიცხვების ბოლო ციფრები ოღონდ ეგ რა დროს ხდება? გამრავლების, შეკრების და სხვაობის დროს. ანუ რა გამოდის? ჩვენ გვაქვს 71, 72, 79, უნდა ვიგვექცია ყურადღება ბოლო ციფრებზე. აი, იმედია ახლა არ გეშლებათ და იცით, რომ აქ იგულისხმება სხვა რიცხვები. ანუ 71, 72, 73, 74, 75, 71 მრავალწერტილი ნიშნავს, რომ მათ შორის რა რიცხვებიცაა, ყველა უნდა გადამრავლდეს ასე, ხო, ერთმანეთზე. გამოჩენს 79. და ბოლო ციფრებზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. ბოლო ციფრებზე. და ესენი გამოიწვევდნენ სწორედ დააგენერირებდნენ ბოლო ციფრს. და თუ დააკვირდებით ახლა 1-ჯერ, 2-ჯერ, 3 და ლუწი რიცხვები რო უკვე რაღაცეებზე მრავლდება და თან 5-ზე გამრავლდება, არა აღნიშნობა რა სხვა რაც არ უნდა იყოს. ერთ-ერთი ლუწი თუ მაინც ურივერად ბევრი ლუწია ორიანი თხელი ქსენ და თან 5 ჟერადი რიცხვიც არ თვითონ 5, ხო? აუცილებლად ნულით დაბოლოვდება. ანუ ძალიან მარტივი ამოცანა იყო, 51 პასუხი იქნება 0. კი ბატონო. ოკეი. აქაც პატარა პაუზა, დაფიქრდით, ნახეთ. ვარაუდე მომზადები 52-ის. რამდენი ისეთი n ნატურალური რიცხვი არსებობს? n რამდენია? რამდენია? რომ 4-ის, 6-ის და n-ის უდიდესი საერთო ჯერადი, ანუ უსუჯო 4-ის, 6-ის და n-ის
იყოს 36. კაი, მოდით აბა ნახოთ ახლა, მაგრამ ერთად ვფიქროთ, პირობას რამე არ იქნება კიდე. ხო, იგივე. რამდენი ისეთი ნატურალური ცხრა არსებობს, რომ 4-ის 6-ის ტენის სუჯი ხო 36 ტოლი. ლაკაც როგორ ვიქცევით რას გავაკეთებთ? იდეაში სტანდარტულად 4-იანს დავშლით მომრავლებად. თქვათ ვერ მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთო და ვიწყებ სტანდარტული დაბიჯით, რაზეც შეჩვეული ვართ, ხო? ასე სიანს დავშლით მომრავლებად. ენი არ ვიცი. აქ რაღაც ასე და 36 რა უნდა იყოს. პირველიდან შევარჩევთ ყველაფერს. ჯერ. მეორედან შევარჩევთ განსხვავებულს, რაც აქვს, ორიანი იყო და განსხვავებული არა, სამიანია განსხვავებული და ენიდანაც რაღაც უნდა დაიმატოს. აბა მოდი ნახოთ ახლა ენიდან რა იქნება განსხვავებული. რადგანაც ეს უკვე არის 12, აი რაზე უნდა გამრავლდეს ახლა 36, ხო? რომ ბოდიში 12 რომ 36 მივიღოთ, უნდა გამრავლდეს რაზე? სამიანზე. ანუ ფაქტობრივად აქ ენი რამდენიმე განსხვავებულ გამყოფს არ იძლევა. იძლევა ერთ განსხვავებულ გამყოფს სამიანს. ანუ 6-იანთან და 6-იანთან შედარებით ჭარბად უნდა ქონდეს ერთი ცალი სამიანი გამყოფა. ახლა რა შემთხვევაა მეგობრებო აქ. ანუ ერთი ცალი სამიანი ჭარბად ქონდეს ნიშნავს, რომ იმდენი სამიანი უნდა ქონდეს, რაც არის 4-იანში და 6-იანში ერთი ცალი სამიანი იყოს, ანუ n-ში იქნებოდა ერთი ცალი სამიანი, კიდე ჭარბად უნდა ქონდეს მეორე სამიანი და კიდე რაღაც. ნუ არ ვიცით ეს რაღაც რა. არ ვიცი. მაგრამ სულ ცოტა n-ი 9 უნდა იყოს. ხო, აი სულ ცოტა. მოდი გავიხსენოთ ახლა შემთხვევები, ხო? ესე იგი, ან n-ი უნდა იყოს 9, ან და უნდა იმეორებდეს 4-იანის და 6-იანის გამყოფებს. ანუ ჭარბად ერთი ცალი სამიანი აქვს. რას ნიშნავს ჭარბად ერთი ცალი სამიანი აქვს? ყველაზე მეტი სამიანი, რომელსაც ჰქონდა 4-იანს თუ 6-იანს, იმას გადმოიღებდა, კიდე ერთ ცალ სამიანს, საკუთრივ თვითყოფად სამიანს იუმატებდა, ანუ ზედმეტად ექნებოდა კიდევ, ანუ ორი ცალი სამიანი და ახლა რა შეიძლება ხდებოდეს? სულ ცოტა ეს უნდა ქონდეს და შეიძლება კიდევ სხვა რაღაცეები და სხვა რაღაცეები რა? ჭარბი არა 4-იანთან და 6-იანთან შედარებით. იგივეები და გადმოიტანოს. იმაზე მეტი არა, ანუ ვერ ექნება 3 ცალი ორიანი, იმიტომ რომ 4-ს 2 ცალი ორიანი აქვს. ვერ ექნება სხვა გამყოფი 5-იანი, 7-იანი, სხვა მარტივი გამყოფი, ხო? იმიტომ რომ ჭარბად რაც არ გვხვდება 4-იანში და 6-იანში, მარტო ერთი ცალი სამიანი უნდა ჰქონოდა ეს, მეტი არაფერი. ანუ n იქნება ან 9, ან კიდევ მას ექნება ერთი ცალი ორიანი, ანუ გაიმეორებდა 4-6-ის სიტუაციას და შეიძლება იყოს ანუ ეგ უკვე 18-ია, ან ექნება კიდევ მეორე ცალი ორიანიც და იქნებოდა 36 მეგობრებო. აბა დავფიქრეთ, რამე სხვა სიტუაცია სხვა არ იკვეთება ლოგიკურ ესში პრობლემა არ გაგვეპაროს ახლა არ გაგვექცეს რა. ჩვენ გვეკითხებია რამდენი ცალი n-ია და გამოდის 3 ცალია ასეთი n. და ეგ ხო არ უნდა გქონდეს, ჩვენ სიჯვის მეთოდით იდეაში არ გაგვეკეთებია. ჩვენ ეს გავაკეთეთ მსჯელობით. მოვიყვანეთ უსუჯოს განმარტება და დავადგინეთ ლოგიკური, მათემატიკური მსჯელობით n-ი რა და რა მნიშვნელობებს მიიღებდა. მოდი არ გავჩერდები ამაზე მეც. დააპაუზეთ, ამხელა დაახვიეთ, ხელახლა მოусმინეთ, თორემ საკმაოდ ვრცელი ვიდეო გამოდის და შეიძლება შეგოშინდეს მისი ჩართვის დროს და მოსმენისას. მაგრამ მედია მოტივირებულ ახალგაზრდებს შეიძლება ზოგადად ეს პრობლემას არ შეუქმნის. გავაგზავნოთ.
საუბარი 53-ს შევეხოთ ახლა ჩვენ. ეს 53. იპოვეთ უმცირესი ნატურალური რიცხვი n, რომლისთვისაც n-ის ფაქტორიალი იყოფა 225-ზე. ну პირველ რიგში რა არის n-ის ფაქტორიალი? ну აქაც ალბათ ცოტა დროზე ადრე გვიწევს ამ სიმბოლოს გამოყენება. ტექნიკურად აი ჩანაწერი თვითონ რას ნიშნავს? ეს არის ნატურალური რიცხვების ნამრავლი 1-დან n-ის ჩათვლით. ანუ 1, 2 და ასე შემდეგ, თუ ჩვენ ხო n-ი არ ვიცით ახლა n შეიძლება ერთიანი იყოს. თუმცა 0-ის ფაქტორიალიც განიხილება, მაგრამ ეს კომბინატორიკის თემაა, მისი შინაარსი კომბინატორიკით უნდა ავხსნათ, მაგრამ შეგვიძლია შინაარსობრივად ასეც ვთქვათ. ეს არის n-ის ფაქტორიალი 1-დან n-ის ჩათვლით ნატურალური რიცხვების ნამრავლი. მაგალითად 7-ის ფაქტორიალი იქნებოდა 1-დან მოყოლებული ყველა ნატურალური რიცხვი უნდა გამრავლდეს. არაგერიოთ ეს არც ჯამი არა, არც არაფერი მრავლდება ერთმანეთს ასაკუთ, მაგრამ აღწევს დიდ რიცხვს. ახლა რა ხდება? რა გვინდა ჩვენ? უნდა ვიპოვოთ ისეთი n და ნახეთ უმცირესი, ანუ ბევრი იქნება ალბათ ასეთი n, მაგრამ ჩვენ ვთხოვენ უმცირეს. მთავარი პირობა არის n-ის ფაქტორიალი უნდა იყოფოდეს 225-ზე. ვიკვლევ ახლა, როცა ჩვენ გვინდა რაიმეზე გაყოფა. აი მაგალითად, გვინდა ჩვენ რიცხვი გავყოთ 6-იანზე. აი, რა დროს იყოფა რიცხვი 6-იანზე? როდესაც ეს რიცხვი გაიყოფა 6-იანის ყველა მარტივ გამყოფზე. თან იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იყოფა 6-იანი მარტივ გამყოფი. ახლა 6-იანს ორი ცალი მარტივ გამყოფი აქვს, 2-იანი და 3-იანი, ხო? თითო ცალი, ორი მარტივ გამყოფი და ანუ ეს კითხვის ნიშანი, უნდა იყოფოდეს 2-ზეც, უნდა იყოფოდეს 3-ზეც. აი მაგალითად, თუ დავაპირებდით ჩვენ რომ მოგვეძებნა რიცხვი, რომელიც იყოფოდა 12-ზე, რა უნდა ხდებოდეს? საერთოდ კონკრეტულ რიცხვზე გაყოფის წესის ჩამოყალიბების ლოგიკა ჩვენ თეორიაში გვაქვს აღწერილი. ურთიერთმარტივმდგენელებად უნდა დავშალოთ 12, ანუ 2x6-ად კი არ უნდა წარმოადგინო. ანუ რიცხვი თუ იყოფა 2-ზე და თუ იყოფა 6-ზე, ის 12-ზეც გაიყოფა, ეგ არასწორი დგულებაა. ურთიერთმარტივმდგენელებად უნდა დავშალოთ, ურთიერთმარტივი არის 3 და 4 12-ისთვის, თუ რიცხვი იყოფა 3-ზე და 4-ზე, მაშინ რიცხვი გაიყოფა 12-ზე, ხო? ესაა, მაგრამ სხვაგვარად შეგვიძლია შევხედოთ 12-ს დავშლით მარტივმრავლებლად, ეს არის 2 × 3 და ანუ თუ რიცხვი იყოფა 2 ცალ 2-იანზე და 1 ცალ 3-იანზე, მაშინ რიცხვი იყოფა 12-ზე. აი, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ახლა 225-ის შემთხვევაშიც. 225-ი ახლა პირველ რიგში რა გვახსენდება, ხო? რომ ის არის 15-ის კვადრატი. შეიძლება ამ იდეასაც გავყვეთ. მაგალითად, ასე არის, ეს არის 15-ის კვადრატი და ამ ლოგიკით გავყვეთ და აი ეს იყოს 1x-ა, კეთვით ახლა რა იგულისხმება. და მეორე მომენტია 225. ის შალოთ. $225 დავშალოთ მარტივ მომრავლებად. მეორე გზა. სამზე იყოფა, შემეშალოს 75-ია, ხო? კიდევ 3-ზე იყოფა, 25-ია, 5-ზე იყოფა და 5-ზე იყოფა. აქედან გამომდინარე შევხვდით. ახლა რას ნიშნავს აქედან გამომდინარე შევხვდით? ну მოდი ვთქვათ პირველ გზას გავყვეთ. ანუ 15-ის კვადრატი რა არის? 15-ის კვადრატი არის მეგობრებო 15x15, ხო? ჩემი რჩევა მინიმუმ 20-ის ჩათვლით რიცხვების კვადრატების ზეპირად გახსოვდეთ, 30-ის ჩათვლითაც გემახსოვრებათ.
ახლა ჩვენი პრაქტიკით ერთეულურ გამოცდებზე მეტი სიტუაცია არ ვჭირდება და არც ზოგადად. ახლა თუ უფრო დიდ რიცხვებთან გაქვთ შეხება საზღვარგარეთ აბარებთან, იქ შეიძლება კალკულატორის ნებართვაც გქონდეთ და კალკულატორის გარეშე უპირიანია თუ 30-ის ჩათვლით რიცხვების კვადრატული გეცოდინება წერილადაც. როგორც არის ტაბულა. 15 ჯერ 15-ზე, ანუ n-ის ფაქტორიალი უნდა იყოფოდეს 1/15-ზე და კიდევ მეორე ცალ 15-ზე. ეგ რა დროს მოხდა? თუ ჩვენ n-ი გვექნება ისეთი რიცხვი, აი რომ მისი ჩათვლით 2 ცალი 15-ის ჯერადი რიცხვი იდეაში შეგვხვდება, ხო? ასე შეიძლება შეცდომამდეც მივიდეთ. ხო, ალბათ აჯუბებს ამ გზას არ გავყვეთ. ხო, აი ნახეთ ახლა მოდი გავყვეთ და შეცდომაც აღმოაჩინოთ რაც შეიძლება ამ მსჯელობას გქონდეს. და 2 ცალი, ანუ ნახეთ თუ ასე გავყვებით, გამოდის რომ 2 ცალ 15-ის ჯერად რიცხვს უნდა შეიცავდეს, ხო? ეს n-ის ფაქტორიალი და პირველი 15-ის ჯერადი რიცხვი არის თავად 15, მეორე 15-ის ჯერადი რიცხვი არის, მეგობრებო, 30. ანუ იდეაში გამოგვდის, რომ n-ის ფაქტორიალი უნდა იყოს ასე 16, 17 და ასე შემდეგ 30-ის ჩათვლით რიცხვების ნაბრი. ჩვენ რადგანაც მინიმალურს გთხოვენ, რა თქმა უნდა 30-ის ჩათვლით რიცხვების ნამრავი თუ გაიყოფა 2/15-ზე და გაიყოფა, იმიტომ რომ 1/15-ზე ეს იყოფა, 1/15-ზე ეს გაიყოფა, მეგობრებო, გამოდის რომ ვიპოვია რა 30 არის ის რიცხვი, n თუ იქნება 30, რიცხვების ნამრავი გაიყოფა 225-ზე. მართალია გაიყოფა, მაგრამ მოდი ახლა მთავარ კითხვას უპასუხოთ, მეგობრებო. არის კი ეს უმცირესი მნიშვნელობა n-ის, რომლის ფაქტორიალიც იყოფა 15-ზე, 15-ის კვადრატზე. ჩვენ რა გარემოება გამოგვიჩნდა? სავალდებულო არ არის რიცხვი მთლიანად იყოფოდეს 15-ზე, რომ ნამრავლში 15-ის ჯერადი სიტუაცია მოხდეს. ხომ შეიძლება ორ რიცხვს რომ ამრავლებთ ერთმანეთზე 15 არის 3 ჯერ 3, ანუ 3 ჯერ 5 და ერთი რიცხვი 3-ზე იყოფოდეს, მეორე 5-ზე, არც ერთი ცალ-ცალკე არ იყოფა 15-ზე, მაგრამ ნამრავლში მეგობრებო მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ უკვე 15-ზე იყოფა. ამიტომ აღნიშნული პირველი მიდგომა ცებ თავიდან სწორად მომეჩვენა, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. რჩება ჩვენ აქ ძალიან დიდი ხვრელი მსჯელობაში. მაშინ მოდი გავყვეთ მეორე მიდგომას. 200 კლასიკა სტანდარტი, რაც წინა ამოცანებში დიდიაც დავტესტეთ, ჩვენ 225-ზე თუ გვინდა ვიყოფოდეთ, უნდა ვიყოფოდეთ მის ყველა გაყოფზე. ანუ რა არის საკმარისი? საკმარისია ჩვენ n-ი ავიღოთ იმ ხელა, რომ რიცხვები რომ გადამრავლდება ერთმანეთზე, მეგობრებო, 2 ცალი 3-იანი მქონდეს და 2 ცალი 5-იანი. ანუ სულ ცოტა სანამდე უნდა ჩადიოდეს ნამრავი. 10-ის ჩათვლით, ხო? იმიტომ რომ 2 ცალი 5-ის ჯერადი რიცხვი უნდა მქონდეს. ანუ გავაქცევოთ ასე. სულ ცოტა. შეიძლება მეტიც დავჭირდეს. მაგრამ ნახოთ აბა 10-ის უეჭველი დავჭირდება, ამიტომ რომ აი მაგალითად 9-სთან რომ გავჩერებულიყავით, ხო? 5-ის ჯერადი მარტო ერთი ცალი რიცხვი გვაქვს. ასე გავაკეთებ. და ჩვენ გვინდა რომ 2 ცალი რიცხვი გქონდეს, ხო? 5-ის ჯერადი. ანუ 10 უეჭველი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა ნახოთ, საკმარისია? კი, საკმარისია. რატო? იმიტომ რომ ეს 1/5-იანს გვაძლევს. ეს არის 2x5. ეს თვითონ 1x5-ია, ხო? 1/5-იანს გვაძლევს. ანუ ნამრავლი უეჭველი გაიყოფა 2/5-იანზე.
და სამიჯერადი რიცხვები ცოცხლად თქვა კიდევ უფრო მეტი აქვს. ეს 1/3-ს გვაძლევს, ეს 2/3-ს გვაძლევს. ანუ პრინციპში უკვე ცხრის გამოყენებაც აღარ გჭირდება, მაგრამ კიდე 3/3-ს გვაძლევს. 2/3-იანი ყველა ვარიანტში გროვდება. ანუ შესაბამისად კომბინაცია 15 ორჯერ შეგვხვდება 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვების გამრავლში. ანუ 15-ის კვადრატზეც გაიყოფა 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვების გამრავლი. ანუ 1 სულ n-ის სულ ცოტა 10-იანი შეიძლება იყოს. მეტი ნაკლები ვერ. ხო, ახლა კარგია აქ პროცესს ამ ევოლუციას ერთგვარს ალბათ ხშირად გაივლით ამოცანიდან ამოცანამდე, თვითონ ამოცანის შიგნით, როცა დაიწყებთ ფიქს, ერთი გზა სწორად უგეჩვენება, მე აღმოაჩენ, რომ იქ ხარვეზია რაღაც მსჯელობაში და არ ყოფილა სწორი და ასე შემდეგ მეგობრებო. კარგი, და მოდი ახლა დავფიქრდეთ ჩვენ 54 ამოცანაზე. აქ რა ხდება ახლა? 54-ში პირველი პირობაც და მეორე პირობაც ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ურთიერთმარტივი რიცხვის ნამრავლი 75-ის ტოლია პოეტეს რიცხვები, ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ურთიერთმარტივი რიცხვის ნამრავლი 2272-ის ტოლია, იპოვეთ ამ რიცხვების ჯამი, მოდი პირველი გავაკეთოთ ახლა, ცოტა დროსაც დავზოგავთ. შედარებით პატარა რიცხვებთან გვექნება ურთიერთობა. პირველ რიგში, ხო, რა ვთხოვენ, რომ 375 უნდა წარმოვადგინოთ, მეგობრებო, ორი რიცხვის ნამრავლად და ეს ორი რიცხვი უნდა იყოს ურთიერთმარტივი. ხა ურთიერთმარტივობას, ან შეიძლება თანამარტივობა, ასეთაც გააქვთ ნასწავლი. რას ნიშნავს? ორი რიცხვი არის ურთიერთმარტივი, თუ მათი უდიდესი საერთო გამყოფი არის ერთის ტოლი. ანუ იდეაში ერთიანი ხო ყველა რიცხვს გააჩნია ორ რიცხვს საერთო გამყოფა, თვითონ ყველა იყოფა ერთიანზე. მაგრამ მეტი საერთო გამყოფი თუ არ გააჩნიათ, ვამბობთ, რომ ისინი ურთიერთმარტივები არიან. ზოგჯერ წამოგვცემთ კიდეც რა არის, რომლები არიან ურთიერთმარტივები თქო და რომელთაც საერთო გამყოფი არ გააჩნიათ და პრინციპში ახლა ინტუიციურად ფაქტობრივი შეცდომა არის ნებისმიერ ორ რიცხვს გააჩნია საერთო გამყოფი, მაგრამ რადგანაც ჩვენ გულისხმობთ, რომ ერთიანი სადაც ვიცით, რომ საერთო გამყოფი გააჩნია, როცა გვეკითხებთ ერთმანეთს რა არის საერთო გამყოფი, საერთო ორი რიცხვის, გულისხმობთ ხოლმე, ერთზე მეტი საერთო გამყოფი თუ გააჩნია. რა თქმა უნდა, ამოცანაში ეს გულისხმობა ახლა არაფერ შუაში არაა, როცა შეგეკითხებიან რამდენი საერთო გამყოფი გააჩნია რიცხვებს, თქვენ ერთიანიც უნდა დათვალოთ, თუ პირობაში არ არის რაიმე დათქმა, რომ ერთზე მეტი საერთო გამყოფები თუ არაა მოთხოვილი. აქ ახლა ცოტა გვერდზე გადავედით. რა არის ურთიერთმარტივობა? ურთიერთმარტივობა არის, როდესაც ორ რიცხვს ყველაზე დიდი საერთო გამყოფად გააჩნიათ ერთიანი. აგიბეთო. როგორ შეგვიძლია ახლა ურთიერთმარტივ ორ ნამრავლად ორი რიცხვის ნამრავლად წარმოვადგინოთ 375 ისევ დააშლით მარტივ ნამრავლებად ქროები. 3-ზეც იყოფა ციფრთა ჯამით 15-ია, ორიანზე არ იყოფა, რატო კენტია. 1 2 5 ეგ 3-ზე აღარ იყოფა, რატო ციფრთა ჯამი 8 არის, 5-ზე იყოფა 25, 5-ზე იყოფა 5-იანი და ესეც 5-ზე იყოფა. ახლა თქვენ ეს მარტივი გამყოფები 3-იანი, 5-იანი, 5-იანი და 5-იანი უნდა დაყოთ ორ ჯგუფად. ისე მეგობრებო, რომ ურთიერთმარტივი ორი რიცხვი მიიღოთ. ერთი ჯგუფი ერთი რიცხვი იქნება, მეორე ჯგუფი მეორე რიცხვს მოგცემს, ხო, ნამრავლში. ანუ გამოდის, რომ საერთო გამყოფი არ უნდა ჰქონდეთ და ახლა როგორ დაყობთ ამას, ეგ ერთადერთნაირად შეიძლება, თუ ერთი ჯგუფი პირველი რიცხვი თქვა და იქნება 3-იანი და
მეორე ჯგუფში იქნება ეს 3 ცალი 5-იანი. ახლა სხვა რა მაგ გამორიცხულიყო შეიძლებოდა მეგობრებო, მაგალითად ასე დაგვეყო. მაშინ ხო გამოდიოდა რომ თითო 5-იანი საერთო. ყველგან ანუ აქ გამოდის 3, მე გამოდის 125. გორჩა დავთავრდა, თითქმის იგივე ამოცანა მეორეც არ გვინდა მაგაზე ენერგიის და დროის ხარჯვა. მოდი გადავიდეთ მეგობრებო 55 ამოცანაზე. დაბა ასე თხოვს 55. ой, пиши. Это пауза ვიდეოს გავასწორებ. ამ 55. Like NE ნატურალური რიცხვია. Ja. B ლუწი რიცხვია. ახლა სამოჩამოთვლითაგან რომელია ლუწი? ნუ ეგ კენტი ლუწობის თეორიაში ჩვენ გვაქვს აღწერილი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა შემთხვევაში არის ჯამი და სხვაობა ლუწიან კენტი, რა შემთხვევაში არის ნამრავლი ლუწიან კენტი. რა შეიძლება გაყოფას, რადგანაც სამსახად არ არის ხოლმე, არ შეიძლება თქვენ ლუწი გაყოთ ლუწზე, მაგრამ ზოგჯერ ლუწს მიიღებთ, ზოგჯერ კენტს, ამიტომ გაყოფაზე აღნიშნულ პრინციპებს არ ვიყენებთ. ნუ იგივე 4 რომ გაყოთ 2-ზე ლუწი არის ლუწი და იგივე ლუწი 6 რომ გაყოთ 2-ზე არის კენტი. ანუ ზოგადი წესი გაყოფის შემთხვევაში არ არის, ხო? ლუწს რო გაყოფ ლუწია. მაგრამ რაც შეეხება ეს ზოგადი წესი არ არსებობს, მაგრამ რაც შეეხება გამრავლების დროს, ხო? ლუწს გაამრავლებ თუ კენტს გაამრავლებ, შედეგი აუცილებლად ლუწია. შესაბამისად, თუ თქვენ ორი რიცხვის ნამრავლი გაქვთ კენტი, ეგ ძალიან კაი იდეა ეგ და უნდა მარტივესია, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება ხოლმე. იგივე ესეთი ყმადაღებული ბოლო ამოცანა რომ არის ეროვნულ გამოცდებზე 51 ნომერი ამეტავა. ბოლო პერიოდში 51 ამოცანიანია ტესტი. იქ არის ხოლმე ასეთი სიტუაციები, ასეთ რაღაცა დეტალს უნდა დავაკვირდეთ ორი რიცხვის ნამრავლი კენტია და არ უკვირდება მოსწავლე ხოლმე რომ ესე იგი ორივე კენტი უნდა იყოს, იმიტომ ნატურალურ რიცხვებზეა საუბარი, ან თუნდაც მთელ რიცხვებზე. ერთადერთი შემთხვევაა ორი რიცხვის ნამრავლი რომ კენტი იყოს, თითეული მათგანი უნდა იყოს კენტი. ხო, ანუ ჯერ კენტია მეგობრებო. შეკრება გამკლების დროს რა ხდება? აქ ასე ვამბობთ ხოლმე ერთნაირი ჯერადობის რიცხვებს, ანუ ლუწებს თუ უმატებთ ერთმანეთს და ვაკლებთ, ან კენტებს თუ უმატებთ ერთმანეთს და ვაკლებთ, მეგობრებო, მაშინ მიიღება ლუწი. და იდეაში კენტი რა დროს მიიღება შერეული ჯერადობის, აი კენტს უნდა დაემატოს ან გამოაკდეს ლუწი, ნუ თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდა ჯერ ლუწი ეწეროს მერე კენტი. შესაძლოა განანაცვლებით ჯამი ხო არ იცვლება. სხვაობა კი იცვლება, მაგრამ ჯერადობა არ შეიცვლება. აი ეს ფორმულირებები უნდა გვახსოვდეს. და შესაბამისად ახლა აქ რომ გვაქვს 4 მაგალითი, მოდი ჩავო. ასე 3b 3ჯერ +b +3b რომელია ლუწი რიცხვი აქ? ნუ უნდა გავყვეთ ახლა, აბა გახოთ არის კენტი მოდი ვერი შევცვალოთ იტალია გვინდა წითელი იყოს. არის კენტი, b არის ლუწი, ხო? სამჯერ ლუწი რა იქნებოდა? ეს ლუწი არ იქნება და კენტს დამატებული ასე ვქნათ.
ეს იქნებოდა ლუწი და კენტს დამატებული ლუწი იქნებოდა კენტი. რა სიტყვენ დავაკვირდეთ, რომელია ლუწი რიცხვი? ანუ პირველი არ გვაწყობს, არა ლუწი. აგრძელებთ. 4-ჯერ კენტი რა იქნებოდა? ლუწის და კენტის ნამრავლი ლუწია. 3-ჯერ ლუწი რა იქნებოდა? ეგეც ლუწია, ლუწების ჯამი ლუწია. ოჰო, მე გვაწყობს. ახლა გეს დავუკვირდეთ. A კენტია, B ლუწია, მათი ჯამი აგერ ხო ვიცით კენტის და ლუწის ჯამი n-ტია და კენტ ჯერ კენტი სამიანი ხო კენტია, კენტ ჯერ კენტი კენტია. ესეც არ გვაწყობს. და ანალოგიურად მეგობრებო მოვიქცევდით ქვედა შემთხვევაში დოდოც d ან ვარიანტი გამოდიოდა კენტი. ეგეც არ გვაწყობს. მაინც გადავამოწმოთ მეგობრებო, b უნდა იყოს სწორი, დიახ, არის ლუწი. ეცრავად. კარგი. მოდი აღარ გავჩერდეთ, b არის პასუხი, გავაგრძელოთ სვლა. ნახოთ 51-16 რას გვეუბნება. მოდი შევცვალოთ, ცოტა წითელი გრისული ფერია. მოდი აქაც კაი იყოს. მეორე გავაკეთოთ, ერთი და იგივე მაგალითია. იპოვეთ 3 მომდევნო ნატურალური რიცხვი, რომელთა ნამრავლი არის 4080. მეორეს ვაკეთებთ. ოქროები 3 მომდევნო რიცხვი რომ გვესმის, როგორ ვიქცევით, ახლა კი a-ჯერ, b-ჯერ თუ ცვლადებ შემოვიდა, უნდა იყოს 4080, მაგრამ ეს გვარი მათემატიკური კულტურაა, რომ მომდევნო რიცხვებზე, როდესაც არის საუბარი, შემოვიტანოთ ამ თუ მინდა x-ით, n-ით, არა აღნიშნულობა 10, აი, მაგალითად 100-ს თუ აიღებ, მომდევნო იქნება +1, კიდევ მომდევნო იქნება a+1, მომდევნო იქნება a+2. და აი ამათ ნამრავლებს განიხილავ ერთმანეთზე, ხო? ზოგჯერ ამოცანას ძალიან უხდება ხოლმე, აი შუა რიცხვი აღნიშნო 10, ისი წინა იქნება a-1, მომდევნო a+1 და ამათი ნამრავლები განიხილვა, აი ძალიან უხდება ზოგიერთ ამოცანას, ახლა ჩვენ შემთხვევაში გონიეს გადამწყვეტი არ არის. და რატომ არ არის გადამწყვეტი, აგიხსნით ახლა. და ნუ გამოდის, რომ ეს უნდა იყოს 4080. აი ჩვენ რომ ასე გავაგრძელოთ ახლა ამოხსნა, ვთქვათ, აკერო პირველ გზას რომ გავყოლოდით, ფაქტობრივად მეგობრებო, ჩვენ ახლა კუბური განტოლების ამოხსნამდე მივდივართ. ოკეი, ნატურალურ რიცხვებში როდესაც საუბარი და აქ გავაჩერდო ხათი. რაღაცებს შეღავათები გვექნება, ბეზოს თეორემას გამოვიყენებთ, რაღაცებზე გაყოფის იდეას, მაგრამ მაინც არის კუბური განტოლება, ხო, ახლა გამრავლდებოდა a+1 იქნებოდა a კვადრატს პლუს a, გამრავლდებოდა მე a+2-ზე, ეგ რატინ გამოდის a კუბს პლუს 2a კვადრატი პლუს a კვადრატი 3a კვადრატი, მეტი არ შემეშლება. გარეშე აქ არის ახლა 2a და რა გამოდის? 2a ასე და ეს გადმოვა გამოკლებით 4080. ანუ ეს ან მომრავლებად უნდა დაშალოთ კუბური განტოლებაზე, კი ბატონო არსებობს ზოგადი ფორმულები, ახლა ტარტალიას, კარდანოს, მაგრამ ჩვენ თქვა უნდა ახლა სასკოლო კურსში ოლიმპიადაზე დიდად არიყენებენ ამას. რაღაცას ვიზავთ, მაგრამ აი კუბურ განტოლებამდე რომ მიდის საქმე, ხო? ან მას აქ რაღაცა მუღამი მომრავლებად იშლება, რაც ლამაზად. ანდა მეგობრებო, უბრალოდ არასწორ გზას ვიყენებთ კონკრეტული სიტუაციისთვის, არა რაციონალურს რა. მაინც რა იქნებოდა აქ უფრო სწორი მშენებლობა, ცვლადები უბრალოდ სიმბოლური თვალსაზრისით და ჩვენ განტოლების ამოხსნით არ გავყვებით ამას. ინტუიციურად ახლა რა შეიძლება იყოს? აი 3 მომდევნო რიცხვის ნამრავლი, აი ცოტა თუ შევცვლით რიცხვებს, რასთან შეიძლება ასოცირდებოდეს?
თუ გინდა დააპაუზეთ, ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით, შეიძლება კითხვას ვერ ხვდებით, რას გულისხმობ, მაგრამ აი ანალოგიას და რასთან შეიძლება ვაკეთებდით, ხო? მოდი ნახოთ, აი მაგალითად 5, 6 და 7 რო გავავრავთ ერთმანეთზე და გინდა ზეპირად დათვლა, რა შეიძლება გავაკეთო? შეიძლება აქ 3 ცალი 6-იანი გადაავრალო ერთმანეთზე. ანუ განიხილო შუა რიცხვის კუბი, ხო? სადღაც ამის ფარგლებში იქნება რა სიტუაცია. მოდი ახლა ჩვენ შემთხვევაშიც ასე დავაკვირდეთ და განვიხილოთ, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ უნდა ვნახოთ რის კუბთან შეიძლება იყოს 4080 ახლოს. ანუ რა უნდა გავრავდეს თავის თავს. ნუ აი რის კუბს ვახლოვდება რაღაცა x-ის კუბს რა. აქ სიჯის მეთოდი მოგვიწევს ახლა, რადგან ჩვენ ისეთ ფორმალურ გზას არ ვიყენებთ ტოლების ამოცნის და სიმეთეულზე და ერთით რაღაცა უფრო ისეთი მოხერხებულობას უნდა მივმართოთ. თქონდა მათემატიკის ფარგლებში. ახლა 10-ის კუბი 1000-ია. ხო, კუბი 1000-ია და 10-ზე მეტი უნდა იყოს 20-ის კუბი 8000-ია, ყველაზე მარტივად დათვლად იმას ხენ და მასზე პატარა უნდა იყოს. ანუ 15-ის კუბი, ახლა თვლაც რო არ მოგიწიოთ ოქროები, 15-ის კუბი არ არის მარტივად დასათვლელი, ხო? 15 კვადრატში უნდა იყო, ანუ 2225, მე კი და მე ისეთი სასწაული რიცხვიც არა, უნდა გაამრავლო კიდევ 15-ს, მაგრამ ნახეთ ერთი მაღლა კუბა კიდევ გამოვიყენეთ. რითი ბოლოვდება 4080? ნულით, ხო? ანუ ყველა ვარიანტში ერთ-ერთი თანამამრავლი უნდა იყოს 5-ჯერადი. აი ნახეთ, ეს რიცხვები 10-დან 20-მდე აშკარად. ხო, ისეთი რიცხვის კუბთან არის ახლოს, რომელიც 10-დან 20-მდეა. და ახლა 10-იანი ვერ იქნებოდა, ამიტომ 10 ჯერ 11 ჯერ 12 საკმაოდ პატარა რიცხვია. 20 ჯერ 9 ჯერ 18 ძალიან დიდია, ხო? 7000-მდე არის. ანუ რა მოდის? გამოდის, რომ 15-ის მახლობლობაში უნდა იყოს. ანუ ბულით რომ ბოლოვდება ერთ-ერთი რიცხვი უნდა იყოს 15, 5-ჯერადი და 10-დან 20-მდე 5-ჯერადი 15-ია და ანუ 15-ის კუბთან უნდა იყოს ახლოს. მაგრამ ეგ როგორ იქნება? ახლა იქნება სიტყვად ბევრი ვარიანტია, ხო, აქაც აი 13 ჯერ 14 ჯერ 15 14 ჯერ 15 ჯერ 16 15 ჯერ 16 ჯერ 17, ნუ ხო, განსახილველია რა, საფიქრია ეგ. და ნახოთ, აბა 13 ჯერ 14 ჯერ 15 ასვიზავთ ახლა ესენი და გადავამრავლოთ ერთმანეთზე. მოდი 14 ჯერ 15 გადავამრავლოთ, რამდენია? რა ვქნათ? 15 გამოვრავლოთ 150, გამოვრავლოთ 4-ზე 15 60, 60 და 150, 200-ია ეგ. და 13 თუ გამოვრავლოთ 200-ზე, 10 თუ გამოვრავლე 20, ესე 13 არის 10 პლუს 3, 10 ცალკე გამრავლებული 200-ზე 2100, 3 ცალკე გამრავლებული 200-ზე 630, 2010 და 630 საკმაოდ პატარა გამოვიდა. ჩვენ მოდი ეგ პატარა 2730 არის გონი, ხო? თუ არ ვცდები. პატარა. შეგოწდებოდი, მაგრამ სადღაც ამ ფარგლებშია. მოდი მაშინ ახლა ეგ გადავამრავთ, აი ესენი. ერთმანეთს, აი 15 ჯერ 16 რამდენია? 15 ჯერ 10, ახლა 150, 15 ჯერ 6, 90, ანუ 240-ია ეგ. ან 15-ის კვადრატი 15 ჯერ 15 225, კიდევ ერთი ცალი 15 დამატებული. ან და ქვეშ მიწერით გადაამრავლეთ ოქროები. 240 ჯერ 17 რამდენია? 240 გაამრავლებ ჯერ 10 არის 2400. მე 240 გაამრავლებ 7-ზე ეგ არის 1680-ია თვასწრები და 0.8 კი ბატონო. აჰა, აი ეს. ანუ ეს სამი მომდევნო რიცხვი რა ყოფილა? 15, 16 და 17. იყო სამი მომდევნო რიცხვი, ახლა აი ეგ არის.
ანუ რა გავაკეთეთ ფაქტობრივად ინსპირაცია რა იყო? აი სამი მომდევნო რიცხვის ნავრავი, აი რასთან ასოცირდება, რა რიცხვთან უნდა იყოს ახლო და უნდა იყოს რაღაც რიცხვის კუბთან ახლოს. რადგანაც 5-ის ჯერადი იყო, მაგრამ აი რაღაცა 15-ის კუბთან სიახლოვეში ვიყებდით. აი, მოდი გავაგრძელოთ 57-ს, ნახოთ. აა 57-ს ვნახოთ ეგ რა გართულებას წარმოადგენს კენტილ უწევზე მსჯელობის, აი ნახეთ, m+2n არისო ლუწიო. ლუწი. და მე მოცემულია 4 ვარიანტი. აი ეს 4 ვარიანტია მეგობრებო. და კითხვა არის, რომელი შეიძლება იყოს კენტი რიცხვი, ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან. რომელი არის კენტი? კენტს გვეკითხებია. ახლა რა განსხვავება ზედა ამოცანისგან? იქ ცალსახად გვეკითხებოდნენ, მოდი ვნახოთ, გვეუბნენ რომელი შეიძლება იყოს, ხო? აპრიორში რომელია არ გეკითხებოდნენ. და ზემოთ იყო კონჩანტო რომელია ლუწი რიცხვი. ანუ უეჭველი ერთ-ერთი ამათგანი უნდა ყოფილიყო ლუწი. აქ კი კითხვა ნახეთ, აუცილებლად რომელიმე სავალდებულო კი არ არის რომ იყოს ლუწი. შეიძლება ისე ხდებოდეს m და n ისე შევარჩიოთ, რომ ყველა კენტი იყოს, მაგრამ იგი ყველა ლუწი იყოს, მაგრამ კითხვა არის შეიძლებაზე. რომელიმე ამ 4 პასუხიდან, აი ამ 4 პასუხიდან თუ აქვს რესურსი რომ იყოს კენტი. ანუ თუ არსებობს მოცემული პირობიდან გამომდინარე, ამ პირობიდან გამომდინარე სიტუაცია, რომ თან ეს ჯამი არის ლუწი და ეს სხვადასხვანაირად შეიძლება მიიღწეოდეს და როგორ ახლა ვიტყვით და რომელიმე შემთხვევაში ეს სხვადასხვანაირად რომ მიიღწევა მაგალითად ერთი შემთხვევა მეორე მესამე მეოთხე რომელიმე შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი ამათგან იყოს რომელიმე კენტი ცოტა ესეთი მომდოვანი შეიძლება გამოვიდა ხო მაგრამ აი რა ვიცი შესო არ დავუშვათ რადგან ჩვენ გვეკითხებია რომელი შეიძლება იყოს კენტი თქვენ ახლა შეიძლება ადგეთ ჩასვათ რიცხვები m-ი ადგით ჩასვით აქ 2 n-ი ჩასვით 1 2 + 2 ჯერ 1 2 + 2 ჯერ 1 დიახაც 4-ია და არის ლუწი და ადგეთ მერე და ჩასვათ აქ 2 1 2 1 2 1 და არც ერთი არ გამოვიდა კენტი თუმცა შეიძლება დაიბნე აი და მიმართულება თავიდან რომ ქონდა ანუ უეჭველი კენტია კი არ გეკითხებია რომელიმე შეიძლება იყოს კენტი შეიძლება თქვენ ჩასმას ერთ ჩასმას რო განიხილავ გამოვიდეს ყველა ლუწი მეორესაც მესამესაც მაგრამ არსებობს რაღაც ჩასმა რომელ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მათგანი გამოდიოდეს კენტი აი მოდი ახლა ვნახოთ რამდენად შეიძლება ზოგადად მსჯელობით პრობა გადავწყვიტოთ კონკრეტული რაღაც ჩასვები რო არ მოგვიწევს პირველ რიგში m+2n არის ლუწი როგორ შეიძლება ეს ახლა მიიღწეოდეს არის ორი გზა რადგანაც 2n არ არის n-ზე დამოკიდებული, ანუ n-ი კენტი იქნება თუ ლუწი, ეს მაინც ლუწი გამოდის. რა უნდა დაემატოს ლუწს, აი ამ ლუწს რა უნდა დაემატოს? რომ შედეგი იყოს ლუწი. რა თქმა უნდა, უნდა დაემატოს ლუწი. ანუ n-ი აუცილებლად ლუწია. m-ი არის ლუწი ორივე შემთხვევაში. მაგრამ რადგანაც n-ზე არ იყო დამოკიდებული 2n-ი, სადაც ლუწი იყო, ანუ n-ი ლუწი იქნება თუ n იქნება
არ უნდა მნიშვნელობა, პირობა მაინც ლუწი იქნებოდა, რაც იყო მოცემული, ამიტომ შენ ვალდებული ხარ ორივე შემთხვევა განიხილო მოცემულ მაგალითებში. იმიტომ რომ პირობა შენ არ გაძლევს საკმარის ინფორმაციას მეტი კონკრეტიკისთვის. მოცემული პირობით ენის შეიძლება ლუწიც იყოს, ენტიც იყოს, იქედან გამომდინარე, ეს შენ ვალდებული ხარ ორივესთვის განიხილოთ ითეული მაგალითი. მაგრამ ახლა ერთ რაღაცას დავუკვირდით, თქვენ. მოდი აი ორივე რომ ლუწი იყოს თქვათ. პირველ შემთხვევაში მარტივი გადასამოწმებელია, რომ ყველა A, B, G, D-ს გამოდის ლუწი. აი ნახეთ, M-იც თუ ლუწია და N-იც ლუწია. ეგ ჯამიდან ლუწი არ გამოდის. S-იც ლუწი არ გამოდის. S-იც ლუწი არ გამოდის. აქ თითქოს ეს კენტია, მაგრამ ნახეთ, M-ს ლუწზე მრავლდება და მაინც ლუწი არ გამოდის. ანუ ვიღებ სიტუაციას, რომ თუ ჩვენ პირველ შემთხვევას გავყვებოდით, კენტი ვერასგზით ვერ მიიღებოდა ვერც ერთი. ამიტომ თუ კენტი შეიძლება იყოს რომელიმე შედეგი, ეგ იქნება მეორე შემთხვევაში. მოდი ვნახოთ ახლა რამეს. ეგ ირიცხება ეგრე. იმიტომ რომ M თუ ლუწია, N ხო კენტია და ამათი ჯამი გამოდის ლუწი და ლუწების ნამრავლი ლუწია. თუ კენტი ვერ იქნება. M თუ ლუწია და N კენტი, მათი ნამრავლი გამოდის ლუწი და ლუც პლუს 6-იანი ლუწი, ისე ლუწი, ანუ გეც ვერ იქნება. აი, აქ უკვე გავიმართლა. M ლუწია და ორჯერ ლუწი ლუწია, N კენტია და თუ კენტი დაემატება, ლუც პლუს კენტი არის კენტი. ანუ დიახ, შეიძლება B იყოს კენტი. აქ მარტივად დავწვდებით, რომ ესეც ლუწია. то ლუცს ემატება ორჯერ კენტი, ხო ლუწია, ლუწია, ეს ლუწია და ჯამი გამოდის ლუწია. то G, D გამორიცხული იყო ვერც ერთ სიტუაციაში кейსში ვერ იქნებოდა კენტი, აი B იქნება კენტი თუ M ლუწია და N კენტი. დიახ, B შეიძლება იყოს კენტი. პასუხი უნდა იყოს, ეს B ხო? ჩავთვალე, რომელიც შეიძლება იყოს კენტი რიცხვი, და პასუხი იქნებოდა B. კიდევ განვიხილოთ სამი ამოცანა და ერთი ნაწილი დავასრულოთ ჩვენი ვიდეოსი. მსგავსი ამოცანები, რომელიც ახლა 1.58-ს მოგეგონებთ, ეხება არის უცხრეს საერთო ჯერადის გამოყენებაზე. აბა ვნახოთ, დავაკვირდეთ, არ გვეშლებოდეს რა. წავიკითხოთ. ქალაქის ნავსადგურიდან ეწყობა 3 ტურისტული რეისი ხუმავლებით. პირველი რეისი გრძელდება 15 დღე, მეორე 20 დღე, მესამე 24 დღე. ეს მოდი ჩავნიშნოთ, პირველი 15 დღე, მეორე 20 დღე, მესამე 24 დღე. დღეს ნავსადგურიდან სამივე რეისზე ერთდროულად გავიდნენ ხუმავლები. დღეზე გავიდნენ, დღეს. კაი, დღეს გავიდა სამივე, პირველიც, მეორეც, მესამეც. პირველად რამდენი დღის შემდეგ გავლენ კვლავ ერთდროულად ხუმავლები. ნავსადგურში დაბრუნებული ხუმავლები მეორე დღეს გადიან. კიბეტობა რამდენი დღის შემდეგ გავლენ, ოკეი. ანუ მოდი დავაკვირდეთ ახლა სიტუაციას. რა ხდება? რაზე არის იდეაში ამოცანა? აი, ახლა პირველად კიდევ რამდენი დღის შემდეგ გავლენ, ანუ იგულისხმება ფაქტობრივად რა დროს მოიყრიან ნავსადგურში ესენი ერთდროულად თავს.
აი ამას უნდა დავუკვირდეთ რა. სამივე რომ ერთდროულად გავიდეს ნავსადგურიდან, პრინციპში პირველი ხომ უნდა გადიოდეს იმ დღეს. აი თქვით რომ 90 დღის შემდეგ გადის სამივე ერთდროულად. ესე იგი 90 დღის შემდეგ პირველიც უნდა იყოს ნავსადგურში, მეორეც უნდა იყოს ნავსადგურში, მესამეც უნდა იყოს ნავსადგურში. ანუ ფაქტობრივად რა გვაქვს დასაკეთებელი? ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზოგადი პრინციპი, რა დროს ხვდება ნავსადგურში თითოეული მათგანი. აი პირველი რა დროს ხვდება ნავსადგურში? 15 დღის შემდეგ, ხო? რამდენი დღის შემდეგ? კიდევ რა დროს იქნებოდა? 30 დღის შემდეგ იქნებოდა, ხო? 15 დღე თუ გრძელდება, 15 დღის ბოლოს იქნებოდა და მე-16 დღეს გავიდოდა კიდევ ასე წერია მომდენო დღეს გადის. მერე 21 დღეს იქნებოდა უკვე ნავსადგურში. მერე 45 დღეს იქნებოდა. მე-60 რა ხდება? ანუ ფაქტობრივად 15-ის ჯერადი დღეები უნდა გავიდეს, რომ ნავსადგურში აღმოჩნდეს, ხო? რა არის მეორისთვის ნიშანდობლივი ახლა? მეგობრებო, დროს ანუ ესეც უნდა იყოს ხო ნავსადგურში მეორეც, მაგრამ მეორე თვითონ ცალკე რა დროს ხდება ნავსადგურში? 20 დღის მერე? მერე კიდე 20 დღის მერე, ანუ 20 დღის შემდეგ გამოდის, 60 დღის შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ 20-ის ჯერად, ესე იგი ეს უნდა იყოს 15-ის ჯერადი დღეები უნდა გავიდეს, ხო? პირველი რომ იყოს ნავსადგურში, მეორე რომ იყოს ნავსადგურში, 20-ის ჯერადი დღეები უნდა გავიდეს. ანალოგიურად მესამე რომ იყოს ნავსადგურში 24-ის ჯერადი დღეები უნდა გავიდეს და სამივე რომ აღმოჩნდეს ნავსადგურში, ეს სამივე პირობა არ უნდა შესრულდეს. ანუ რა უნდა ხდებოდეს? როგორც 15-ის, ისე 20-ის, ისე 24-ის საერთო ჯერადი დრო უნდა გავიდეს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რა უნდა მომძებნოთ? ანუ საერთო ჯერადი 15-ის, 20-ის და 24-ის. ან დაუსუჯო არის უმცირესი ასეთი რიცხვი და პრინციპში ჩვენ რო გთხოვდნენ თქვათ დაასახელეთ ორი თარიღი, როდესაც ისინი ერთდროულად პირველი ორი თარიღი, როდესაც ისინი ერთდროულად მოიყიდნენ თავს ნავსადგურში, აქ არ იქნებოდა უკვე უსუჯოს თემა. პირველი კი ბატონო თარიღი იქნებოდა უმცირესი საერთო ჯერადი რიცხვი, მეორე უკვე მომდევნო დღე კიდევ, როდესაც ისინი კრიბებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში რას გთხოვენ, ნახეთ, პირველად რამდენი დღის შემდეგ გავლენ ისინი ერთდროულად, ანუ პირველად რამდენი დღის შემდეგ აღმოჩნდებიან ისინი ერთდროულად ნავსადგურში. და უნდა გვეპოვა ფაქტობრივად უმცირესი საერთო ჯერადებს შორის. ანუ უმცირესი საერთო ჯერადი. როგორი პოვით? დავშლით ამათ მომრავლებად, 15-ს დაშლი, 20-ს დაშლი, 22-ს დაშლი, პირველიდან აიღებ ყველაფერს, 3-25-ს, მეორედან აიღებ განსხვავებულებს, მოხუთიანი არა განსხვავებული 2-2-ს და 2-2-იანი არა განსხვავებული, 3-იანიც არ არის განსხვავებული და აიღებ კიდე 3-2-ს. გამოდის 120. ანუ 120 დღეს ისინი ერთად შევიდოდნენ ნავსადგურში და მომდევნო დღეს, ანუ 121 დღეს, ანუ 120 დღის შემდეგ 121 დღეს, მაგრამ ეს ხო 120 დღის შემდეგ გავიდოდნენ ნავსადგურში. ნავსადგურიდან. კარგი. გადავიხვიეთ, კიდევ ერთხელ მოვუსწრებით, კითხვა იქნება, შესაბამისად, ახლა ჩემი მოსწავლეები თვითონ საგაკვეთილო პროცესში
დასვამე, ვინმეს თუ რამეს დაკონკრეტება დაჭირდება, შეგიძლიათ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში დატოვოთ და ან მე ან სხვა დაინტერესებული პირი უპასუხებს. რას გვეუბნება ახლა 59. ავტობუსების სადგურიდან გადის ამ სხვადასხვა მარშრუტი, ერთი მათგანი უკან ბრუნდება ყოველ 3 საათში, მეორე ყოველ 4 საათში, მეორე სამი ყოველ 8 საათში, დილით 3 ავტობუსი ერთდროულად გავიდა ავტოსადგურიდან, გასვლა რა უმცირესი დროის შემდეგ იქნება ავტოსადგურში, მხოლოდ 2 ავტობუსი. ნუ, ერთგვარი ფორმაცვილი ამოცანა ახლა, ანუ პირველი გადის ყოველ 3 საათში, მეორე ყოველ 4 საათში, მესამე ყოველ 8 საათში და ნახეთ, აი პირველი კითხვა რა არის. 2 ავტობუსი უნდა აღმოჩნდეს ერთდროულად სადგურში რა და სულ ცოტა რა უმცირესი დროის შემდეგ იქნება ეს 2 ავტობუსი. ახლა უცებ, ანუ რა უნდა მოხდეს ფაქტობრივად ჩვენ უნდა შევარჩიოთ 2 ისეთი ტრანსპორტი, რომელთა უმცირესი საერთო ჯერადი სადგურში დაბრუნების დროების იქნება ყველაზე პატარა. ხო? იმიტომ რომელიმე 2 რომ აღმოჩნდეს ერთდროულად სადგურში, ესე იგი რა უნდა ხდებოდეს? ერთის სადგურში დაბრუნების დროის ჯერადი დრო უნდა იყოს გასული, ან პირველი თუ ყოველ 3 საათში ბრუნდება, 3-ის ჯერადი დრო უნდა იყოს გასული, მეორე თუ ყოველ 4 საათში ბრუნდება, 4-ის ჯერადი დრო უნდა იყოს გასული. ანუ უსუჯო პირველი და მეორე ტრანსპორტის რა იქნებოდა? ზედავსად იქნებოდა 12 საათი. და უცებ შეიძლება ეგონოს ვინმეს, რომ ეს იქნება პასუხი, რომ 2 ყველაზე პატარა რიცხვი შევარჩიოთ და მათი საერთო ჯერადი იქნებოდა ის უმცირესი დრო, როცა ჩვენ ერთდროულად 2 რომელიმე სატრანსპორტო საშუალებას ვნახავდით სადგურში. მაგრამ ეს არასწორი ლოგიკა, მეგობრებო, 2 რიცხვი რომ არის პატარა, არ ნიშნავს, რომ მათი საერთო ჯერადიც იქნება პატარა. აი მოდი პრაქტიკულად დავწვდეთ. ურთიერთმარტივობაზეა დამოკიდებული. პირველი და მესამე ტრანსპორტისთვის რა იქნებოდა 3-ისთვის და 8-ისთვის, ხო? საერთო ჯერადი მარტივი დასაცურებელია იქნებოდა 24 საათი. რა იქნებოდა მეგობრებო მეორესთვის და მესამესთვის? აი ნახეთ, 4-ის და 8-ისთვის უმცირესი საერთო ჯერადი რა გამოდის ოქროები? გამოდის მეგობრებო 8, ხო? ანუ შესაბამისად პასუხი 12 ვერ იქნებოდა. პასუხი იქნებოდა 8 საათი. ყველაზე მცირე დრო 8 საათი უნდა გასულიყო, რომ შენ 2 სატრანსპორტო საშუალება გიხილა სადგურში. მეტია გავიგეთ ეს ამოცანა. და ნუ 3 ავტობუსი ახლა ეგ უკვე აქტივი იდეაა, უნდა იყოს უმცირესი საერთო ჯერადი გასული 3 დროის. ანუ უსუჯო უნდა ყოფილიყო როგორც პირველის, ანუ 3 საათის, ისე 4 საათის, ისე 8 საათის და პასუხი იქნებოდა 24, ხო? 3 რა დილით 3 წუთად გავიდა, გასვლიდან რა უმცირესი დროში იქნება ავტოსადგურში 3 ავტობუსი. ხო იქნებოდა 24. ვიდეო დაწუნებთ უსუჯო 3-4 და 24. კარგი. მოდი ვნახოთ აბა რას გვეუბნება ახლა საოცი ამოცანა და ამ ნაწილის ბოლო ამოცანა იყოს, ძალიან გავიგრძელთ ეს ვიდეო. ექსკურსანტებისთვის არის გამოყოფილი 8 და 12 ადგილიანი, 8 ადგილიანი, 12 ადგილიანი ნავები, ხო? ცნობილია, რომ თუ მხოლოდ 8 ადგილიანებს ავირჩევთ, ან მხოლოდ 12 ადგილიანებს, არც ერთ ნავში ცარიელი ადგილი არ დარჩება. ახლა, მეგობრებო, ჩვენ უნდა გვესმოდეს პირობას, რომ გვიყვება ავტორი ყოველ სიტყვას რა დატვირთვა, ყოველ ფრაზას. და აი ამ ფრაზას აქ თუ მხოლოდ 8 ადგილიანებს ავირჩევთ, ან მხოლოდ 12 ადგილიანებს ადგილი არ დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ხალხი ნაწილდება 8 ადგილიან ნავებში, რომ სუსტად ივსება, ადგილი არ რჩება, ცარი ადგილი არ რჩება,
ანუ პრინციპში აქ მაშინ ისიც უნდა ითქვა, რომ არც ერთ ნავში ცარიელი ადგილი ხო არ რჩება, ყველა გადაიყვანა და ცარიელი ადგილი არ დარჩა, ანუ ხალხი ზუსტად გაიყო 8-ზე. და 12 ადგილიან ნავებს თუ ავირჩევდით, იქაც ადგილი არ დარჩებოდა არც ერთ ნავში, ანუ ხალხის და არც გადაუყვანელი არ რჩება ვინმე, ანუ 12-ზე გაიყო ზუსტად ხალხის რაოდენობა. ესე იგი ხალხი თუ არის A, მაგალითად ის გაიყოფოდა როგორც 8-ზე, გაიყოფოდა 12-ზე. ანუ იდეაში A არის ჯერადი რიცხვი, არ არის სავალდებულო უმცირეს საერთო ჯერადი იყოს. უბრალოდ ეს A არის საერთო. ეხლა უმცირეს არ არ გვეუბნება კიდევ თუ არა ყველაზე პატარა ასეთი რიცხვი იყოს საერთო ჯერადი ვის და 12-ის. რამდენი ექსკურსიანტია სულ, ან რამდენი კაცი იყო გადასაყვანი? თუ მათი რაოდენობა, ანუ იცი რომ 40-ზე მეტია და 60-ზე ნაკლები. ანუ ფაქტობრივად თქვენ უნდა ნახოთ 8 და 12-ის საერთო ჯერადი რიცხვი, რომელიც არის 40-დან 60-მდე. ნუ ახლა ეგ მარტივი მიდია მეგობრებო. ჯერ ნახეთ პირველი ასეთი რიცხვი, 8 და 12-ის საერთო ჯერადი არის 24 და მერე ყოველი 24 კიდე ხო? ანუ 48, 72 და ასე შემდეგ და 40-სა და 60-ის შორის არის 28. გადავამოწმოთ პასუხი, დიახ, სწორია. მოდით ეს ნაწილი ავიდეოთი ჯერ დავასრულოთ, ამ ვიდეოს ჩაწერა ამოცანით და ნუ გავაგრძელებთ ნიშნული თავის ამოცანების განხილვას მომდევნო ვიდეოში. დროებით.